ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა მინიმალური უპირატესობით მიიღო დონალდ ტრამპის დიდი და ლამაზი კანონპროექტი, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა დავის საგანია. დაძაბული შაბათ-კვირის სესიების შემდეგ საბოლოოდ სენატორებს შორის ხმები გაიყო. 50-მა სენატორმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა, ხოლო 50-მა არა, რის შედეგადაც ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსის გადამწყვეტი ხმით სენატმა კანონპროექტი მიიღო. ახლა საკითხი კვლავ ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ უნდა განიხილოს, თუმცა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ოპტიმისტურადაა განწყობილი და თვლის, რომ ყველაზე რთული ეტაპი უკვე გადალახულია. ძალიან მნიშვნელოვანი დღე ჰქონდა. კანონპროექტი მიიღეს და ვფიქრობ, რომ კონგრესიც მიიღებს მას. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, როგორც ჩანს ვადებს გადააცილებს. ვნახოთ, ძალიან მიხარია. მეგონა სენატი წარმომადგენელთა პალატაზე მკაცრი იქნებოდა, მაგრამ ჩვენსაც მივაღწიეთ და მივიღეთ ის, რაც გვინდოდა. ესაა საოცარი კანონპროექტი, ყველაზე დიდი, რაც კი აქამდე მივიღეთ. დიდი და ლამაზი კანონპროექტის წინააღმდეგ ხმა სამა რესპუბლიკელმა სენატორმა მისცა. კერძოდ სენატორმა თომ ტილისმა ჩრდილოეთ კაროლინადან, სენატორმა სუზენ კოლინზმა მენიდან და რანდ პოლმა კენტუკიდან. სენატორებმა ისაუბრეს იმ პრობლემებზე, რომლებიც კანონპროექტს აქვს. ისინი არ ემხრობიან მედიკეიდის პროგრამის დაფინანსების შემცირებას და მიიჩნევენ, რომ ამ შემთხვევაში ჯანდაცვაზე წვდომას მილიონობით ადამიანი დაკარგავს. კონგრესის მიერ ჩატარებულმა არაპარტიულმა კვლევამ აჩვენა, რომ 2034 წლისთვის 12 მილიონამდე ადამიანი დაზღვევის გარეშე დარჩება. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი თვლის, რომ ეს სენატორები ქვეყნისთვის ცუდ საქმეს აკეთებენ. უბრალოდ არ ვფიქრობ, რომ რანდ პოლი ქვეყნისთვის კარგ საქმეს აკეთებს. ყველაფერზე უარს ამბობს. მე მას რანდ პოლ უმცროს ვეძახი. ყოველთვის უარზეა და კონსტრუქციული არაა. ეს საშინელებაა. თომას მესისაც კენტუკიდან კონსტრუქციულობა არ უყვარს. არ მგონია ჭკვიანი ადამიანი იყოს. განათლება კარგი აქვს. სულ ესაა. დიდი და ლამაზი კანონპროექტი ითვალისწინებს 4,5 ტრილიონი დოლარის გადასახადების შემცირებას. ასევე გაუქმდება მწვანე ენერგიის მილიარდობით დოლარის საგადასახადო კრედიტები, რაც დემოკრატიული პარტიის მტკიცებით ქვეყნის მასშტაბით ქარისა და მზის ენერგიის სექტორებში ინვესტიციებს შეამცირებს. ტრილიონ დოლარზე მეტით შემცირდება მედიკეიდის პროგრამისა და საკვების ტალონების დაფინანსება, რაც შრომის უნარიან, თუმცა ხანდაზმულ ამერიკელებს სამუშაოს ძებნას აიძულებს. ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისა და საზღვრის უსაფრთხოების, ასევე დეპორტაციების უზრუნველყოფის ბიუჯეტიდან 350 მილიარდი დოლარი გამოიყოფა. დემოკრატიულმა პარტიამ ხელი ვერ შეუშალა კანონპროექტის მიღებას, თუმცა პროცესის გახანგრძლივება იმით სცადა, რომ 940 გვერდიანი კანონპროექტის ხდომაზე სრულად წაიკითხა.